2-45-მდე იყო თითქმის წუხელ ასე გამოაცხადეს და ყოველდღიურობა ეტყობა ხალხს. ახლა უნდა ავიღოთ 50 ლარი და როგორ შეიძლება გაანაწილო? რანაირად გაანაწილებ? ყოველ დღე ფასები მომატებული, ყოველ დღე აი კატასტროფული სიტუაცია. დოლარი მატულობს ხელფასი იგი რო გვაქვს 75 ლარი მაქვს წყალზე მუშაობს სოფელში. ცუდი მდგომარეობა. როცა ესე უფასურდება ლარი, ეგ იმას ნიშნავს, რომ უკან მიდის ქვეყანა და მარტო დოლარი არ არის, აქ მარტო ლარის გაძურება და დოლარის გაძურება ბევრს არაფერს არ ანიშნავს. სამუშაო არ აქვს ხალხს, სამუშაო რო იარსებოს ხალხმა. 150 პენსიას მე როგორ შევინახოთ, შემიძლია თორშული შევინახო, ბანკის ვარი გადავიხადო თუ და გადავიხადო. აი როგორ ავიწყო? თვითონ რო იღებენ 8000 და 9000 და 20000 პრემიას დახმარება ხალხს უნდა მიხედო. უარესი გაჭირვება და უბედურობა ხო იყო და ეხლა უარესად. სულ არეულდარეულია, რა უნდა გავიგო ვერაფერს მე თვითონ ვერ ვიგებ ვერაფერს. ხანა იწევს, ხან დაიწევს, ხან აიღებს, ხან დაიწევს. ცხოვრება გართულდა შვილი. გაძვირდა ყველაფერი. აი ახლა მივიდივარ, პენსია უნდა ვიღო და თან ფიქრობ, ის პენსია რაში მეყოფა, რა ვიყიდო პროდუქტი. ძალიან ცუდი მდგომარეობა. უნდა შეიცვალოს რაღაცა. რომ ავირჩიეთ, აი ეს დანაპირები უნდა შეასრულოს. ყველაფერს აკმედებიან, მაგრამ როდის დაიქნება რა. ჩემს სულსაც ცეცხლია კაღებული დოლარზე ხელშეკრულება როგორც დაუდეს. ხო იმით უნდა ისე ახდენებდნენ და ეხლა აღარ აქვს იმის საშუალება, რომ აი ის იხდის ორმაგათობა. დოლარი ეგრე წავიდა მაღლა ხალხს უკვე საშუალება აღარ აქვს. ხალხი მშიერია და როგორ უნდა წავიდეთ იოლას არ ვიცი. პენსია ავიღე და ნახევარ წამალში მივცე და რაღა უნდა ვჭამო და რაღა როგორ მიარსებო. როგორც შეგვიყვედნენ ჩვენ, რომ თავიდანვე რომ უნდა ყველაფერი უნდა დაიაფებულიყო. ესე არ მოხდა. დატოვე ძვირდება, პროდუქტი ძვირდება და აი დგევარდა ერთი მეორეს ავჭავთ. მიგულით, უქოლა მიგულით, უშორო მიგულით. და როდესაც უნდა ერბიდნენ ამ დოლარმა მაღლა. მოსახლე უკმაყოფილება, მოსახლე უკმაყოფილი რომელი არავინ არ არის. მოსახლეობა გაღატაკდა, რომ ესე იგი კაპიკის ადგილას აღარ არის და ბანკები ჭამს და ბენზინი და გაზის გადასახადები.